დილამშვიდობისა არაჩვეულებრივი დილაგათენდა გაზაფხულის მზის სხივებით გაჯერებული, დღეს უკვე შედარებით მოიმატა ჰაერის ტემპერატურამ, განსაკუთრებით დასავლეთში და ბათუმში ამ წუთებში 11 გრადუსი სითბოა, დედაქალაქში კი 8 გრადუსი სითბო ფიქსირდება. ალბათ ყველას გვაინტერესებს, როგორი იქნება აპრილის თვე. თავისი მინიმალური და მაქსიმალური ტემპერატურებით, ასევე ნალექების რაოდენობით გვეტყვის გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსი სვეტლანა ნიორაძე. ქალბატონო სვეტლანა, დილამშვიდობისა, როგორ ამით უნდა ველოდოთ უპირველესად უახლოეს დღეებში და როგორია ზოგადად თვის პროგნოზი? აპრილი კი გამოგვივიდა ძალიან თბილი, მაგრამ ჯერჯერობით ეს ძალიან სითბო არ გვიჩანს, იმიტომ რომ აპრილის დასაწყისი ცოტა შეიძლება ითქვას ცივით გვექნება. სამში ველოდებით ჩვენ მორიგ შემოჭრას, აცილებას, ქარებს, წვიმებს, ძლიერებს და ასე შემდეგ. და ეს სამში უამინდობა რამდენ ხანს გაგრძელდება? ძალიან სწრაფი პროცესია და 4-ში კი უკვე ზოგან შერჩება ეს ნალექი და ძირითადად გამოვიდარებს, მაგრამ ტემპერატურა ძალიან არ მატულობს ჯერჯერობით. დასავლეთ საქართველოში ჩვენ ველოდებით 1 გრადუსით მაღალს თვის საშუალო ტემპერატურა და ცალკეულ დღეებში 25-30 გრადუსამდე შესაძლებელია მოიმატოს ტემპერატურა, სავარაუდოდ თვის მეორე ნახევარში ალბათ. მანამდე მაგის პირობა არ ჩანს. ნალექები მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები. ეს ნალექები ყველგან ეგრეა, დასავლეთში და აღმოსავლეთში ნაკლებია მოსალოდნელი. რაც შეეხება დაკლებას ტემპერატურას, აი პირველ დეკადაში შეიძლება 2-7 გრადუსის ფარგლებში იყოს ღამის მინიმალური ტემპერატურა, რომ დაიგოს აი ამ მნიშვნელობამდე. როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში. ხო, ეს დასავლეთში, აღმოსავლეთში კიდევ ცოტა უფრო დაბალი 1-6-მდე ალბათ ეს +1+6 გრადუსის ეს დაკლება და მომატება აღმოსავლეთ საქართველოში ცალკეულ დღეებში 24-29 გრადუსამდე, ნუ თითქმის ერთნაირად დასავლეთში და აღმოსავლეთში და აქაც 1 გრადუსით მაღალი საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა. დიახ, ანუ ესე იგი თვის პირველი ნახევარი შედარებით ცივი და მეორე ნახევარი უკვე საკმაოდ თბილი იქნება და ნელ-ნელა იქნება. აი ესე შეიძლება რომ ესე თქვა. დიახ, და აი ზოგადად სტატისტიკურად როგორც მე მახსოვს, აპრილის დასაწყისი ეგეთი პრობლემურია ყოველთვის. კი, ზოგადად ყოველთვის აპრილის დასაწყისი საშიშია, საერთოდ წაყინვებიც ხდება და ღმერთმა გვაშოროს ახლა ეს წაყინვები და უარყოფითი ტემპერატურები ჯერჯერობით ეგ არ ჩანს, მაგრამ მაგის საშიშროება არსებობს ყოველთვის აპრილის პირველ დეკადაში. დიდი მადლობა ქალბატონო სვეტა, ყოველთვის თუნდაც უამინდობაზე პოზიტიურად და შინაარსიანად გვაწვდით ინფორმაციას, გისურვებთ სასიამოვნო დღეებს. შეგახსენებთ, სატელეფონო ხაზი იყო გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის უფროსი სვეტლანა ნიორაძე, რომელმაც გაგვაცნო უახლოესი დღეებისა და გაზაფხულის დიდებული თვის აპრილის ამინდის პროგნოზი და როგორც აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ თვის პირველ კვირაში დროდადრო საკმაოდ აცივდება, აპრილი მაინც დაწერს თავის ისტორიას თბილი ამინდით წლევანდელ წელსაც, მე კი ამინდის შესაბამის მზიან განწყობას გისურვებთ და დროებით დაგემშვიდობებით.